Თქვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს. დღეს 12 ოქტომბერია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გააგრძნობთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. სავალუტო ფონდი წელს უკვე მესამედ 6-დან 2.9%-მდე ამცირებს ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზს და მიიჩნევს, რომ უმუშევრობაც ამ ფონზე კიდევ გაიზრდება და წელსაც ისევე როგორც მომავალ წელს. დრამატულია ვითარება საცალო ბაზარზეც. ერთი გიგანტი გუდული გაკოტრების პირასაა, ვალები აქვს მეორეს პოპულსაც. პეპს იმას უიმედოს უწოდებს, რა ხდება და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი. მთავრობა კი ახალ რეგულაციას აწესებს, აბრებზე წარწერების შეცვლას და საკვებზე კონტროლს. პირველს ბრენდები აპროტესტებენ, მეორეს კი წვრილი მოვაჭრეები სასიკვდილოს უწოდებენ. ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნას მთავრობა ოპტიმისტურად უყურებს, სავალუტო ფონდის პესიმიზმი კი მხოლოდ ღრმავდება. წელს ის უკვე მესამედ 2.9%-მდე ამცირებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. და თუ კი წლის დასაწყისში ფონდი მთავრობას ეთანხმებოდა, რომ ის ზრდის 6%-იან მაჩვენებელს მიაღწევდა, მოგვიანებით პროგნოზი 4%-მდე, ახლა კი 2.9%-მდე შეამცირა. ფინანსთა მინისტრი ფონდს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ვითარება დრამატულად შეიცვლება და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდება, თუმცა ამჟამად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.6%-ის ნიშნულზეა. ნეგატიურია სავალუტო ფონდის პროგნოზი უმუშევრობასთან დაკავშირებითაც და ის მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ის ამჟამინდელი 15%-დან 16.7%-მდე გაიზრდება, მომავალ წელს კი 17.3%-ს მიაღწევს. მიშა, ამ ფონზე დრამატულად ვითარდება მოვლენები საცალო ბაზარზე. ერთი გიგანტი გუდვილი გაკოტრების პირასაა, მეორეს პოპულს ასევე მიმწოდებლების ვალები აქვს. პეპსი მას საერთოდ უიმედოს უწოდებს, თუმცა გუდვილს ჯერ შანსს უტოვებენ ისიც და კოკაკოლაც. მთავარი მოვალე TBC ბანკთან ერთად ისინი კომპანიის გადარჩენის მომხრე უფრო არიან ვიდრე გაკოტრების. დაახლოებით სადღაც 150,000 ლარია, ხა საკმაოდ სერიოზული თანხაა ჩვენი კომპანიისთვის. ეს თანხა იყო გაყინული ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ ჩვენ გუდვილის მენეჯმენტმა და TBC ბანკმა ერთად მოგთხოვეს, რომ პროდუქციის შეტანა მომხდარიყო მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. და ეს თანხა გაყინული. ჩვენ დავეთანხმეთ ამაზე. მე საერთოდ ჩვენ მივხვდით, რომ უკვე ანუ ასე ვთქვათ, გამოვალ მდგომარეობაშია კომპანია, ვინაიდან საკრედიტო დავალება საკმაოდ მაღალი აქვთ ბანკის მიმართ და შესაბამისად უკვე რა თქმა უნდა პრიორიტეტული ვალისოთ მოთხოვნის უფლება ბანკს აქვს. ჩვენ დავრჩით ისე ფაქტიურად რა. უფრო მძიმე სიტუაცია პოპულში, რომელიც კიდე მოცულობით უფრო დიდია. ეხლა თუ ეს ორივე ქსელი სიტყვა დღეს გაკოტრდება, ეს იქნება კატასტროფა. მთელი ჩვენი ინდუსტრიისათვის, არა მარტო სიტყვაზე პეპსი, კოკაკოლას და ბორჯომისათვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის. ჩვენი ვალები საკმაოდ დიდი აქვს ქსელს, თვითონ ეს სავაჭრო ქსელს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის გუდვილსაც. ეხლა მიდის ინვესტორების ძებნა, ეს ინვესტორების ესე იოლად არ იქნება, იმიტომ რომ გაკოტრებული კომპანია როგორც წესი იყიდება ძალიან იაფად. ის თანხა რომ იმან დაფაროს ეს ყველაფერი და ნულიდან დაიწყოს, ჩემის აზრით მე მაგალითად მაგას არ გავაკეთებ, რომ დავფარო ვიღაც ზუალები და მინუსიდან დავიწყო ბიზნესი მილიონები ეს როგორ შეიძლება. ეს გამორიცხულია. უნდა უნგურნალოთ ამ თემას, რომ ორივე გადავრჩეთ. რაღაც გვერდში დგომა უნდა. ეს ბიზნეს თვალსაზრისით არის ცოტა ისეთი ქართული მიდგომაა მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რა ჯიბში ჩავუდგეთ და პროდუქცია არ მივაწოდოთ და სასამართლო გზით წავიდეთ, ეს არ იქნება სწორი, დამღუპელი იქნება, იმიტომ რომ გაკოტრება და გაკოტრებილისგან რას მიიღება. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველა კრედიტორი შევთანხმდებით რეალურ რეაბილიტაციის გეგმაზე და კომპანია გააგრძელებს ჩვეულებრივ საქმიანობას. რაც შეეხება იმას, რამდენი ხანია ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ, ჩვენ დაახლოებით გასული წლის ოქტომბრიდან უკვე ეჭვი შევიტანეთ იმაში, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ იყო ისეთი ჯანსაღი. ალბათ ბუნებრივიც არის კომპანიების პოზიცია, იმიტომ რომ რეაბილიტირებული კომპანიიდან უფრო დიდი შანსია ვალები ამოიღო ვიდრე გაკოტრებულიდან. გუდვილი კი შექმნილ პრობლემებს მთლიანად წინა მთავრობას აბრალებს, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, მას ფულს აწერდა. რამაც ბოლო 9 წელიწადში კომპანიის ინფორმაციით 30 მილიონამდე მიაღწია. ითქვა ისიც, რომ კომპანია პრემიერ ივანიშვილს თხოვს გადასარჩენად თანაინვესტირების ფონდი დაეხმაროს.
არის თუ არა წინა მთავრობა საცალო ბაზარზე პრობლემების უმთავრესი მიზეზი თუ სხვა მიმდინარე პროცესებშიც უნდა ვეძებოთ მიზეზი ამაზე მარინა გულედანი საინვესტიციო კომპანია კავკასუს ფაინანშალის ხელმძღვანელი და მაია ბუჩაშვილი სუპერმარკეტ ჯორჯიტას მენეჯერი ისაუბრებენ თუმცა მანამდე მოდით უშუალოდ გუდვილსაც მოусმინოთ დიღმის ჰიპერმარკეტიდან დავით გურუჩიძე კომპანიის იურიდიული მენეჯერი გვერდება ბატონო დავით მოგესალმებით და პირველ რიგში მოდით დავაზუსტოთ ის რაც განცხადებაში ოფიციალურ განცხადებაში ითქვა გუდვილის დღემდე ანალიზის შედეგად მიიჩნევს თუ არა კომპანია რომ სწორედ აი ის პრაქტიკა რასაც თქვენ საუბრობდით ამ განცხადებაში რომ წინა მთავრობის პირობებში ხდებოდა ფულის შეწერა დავარქვათ არ ვიცი რა დავარქვა ი გახდა მიზეზი იმისა რაც დღეს გვაქვს ფინანსური პრობლემების დიახ, იდასურებთ იმას, რომ კომპანიამ საკმაოდ დიდი არამიზნობრივი ხარჯი გასწია და ეს 30 მილიონი ხო? დაახლოებით, როგორც ითქვა. ნუ დაახლოებით ესე არის, ეს დოკუმენტალურადაც შეიძლება amის დადასტურება, თუმცა ჩვენ არ მიგვიმართავს ამის თაობაზე, არც პროკურატურასთვის, არც სასამართლოსთვის. აი ხა მინდოდა მეკითხა და მიმართეს თუ არა და რატომ არ მიმა ეს ხო სისხლის სამართლის დანაშაული. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს თანხა დღეს დაუბრუნებადია და ტყუილად დროის და ფინანსების ზედმეტი ხარჯვა არის კიდევ. ესე ფიქრობთ. აგრეთვე თქვენ დოკუმენტები ახსენეთ, რომ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ამის დასტურად, თუ ის რაც ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის გავრცელდა სოციალურ ქსელებში, იყო აი ეს მანქანების შეძენის თემა რუსეთთან ომის შემდეგ და კიდევ აი რაბათის მშენებლობაზე კონტრიბუცია. რამაც ჯამში თქვენი კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაახლოებით 4-5 მილიონი ლარი შეადგინა. დანარჩენი 40 მილიონი ლარი როდის ნუ ლარებში რო გადავიყვანთ 30 მილიონი გამო 45 მილიონი ხო დაახლოებით არა ლარზე არის აქ საუბარი ლარზეა კი ბატონო იყოს 25 მილიონი ლარი დანარჩენი აი სად წავიდა ან ბოლოს როდის იყო აი ესეთი ფაქტით ნუ შეგიძლიათ გითხრათ იმიტომ რომ წარმოიჭრა ესეთი ეჭვებიც რომ აი შეიძლება ეხლაც გრძელდება ეს პროცესი და კომპანია ამას იტოვებს კოზირად არ ამბობს ამ სხვა თემებს რომ იქნება აი პრემიერი თუ მთავრობა ჩაერიოს და ეს საკითხები მოუგვარონ. ესეა თუ არა? ეს და კი მესმის ეს დაახლოებით გუდვილის გახსნის დღიდანვე დაიწყო გაურკვეველი ფინანსების გადინება კომპანიიდან. ჩვენ გვაქვს კიდევ დამატებით გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, სადაც დანიშნულებაში მიწერილი არის გამოუხმობადი შემოწირულობა. ვინმე თუ ამიხსნის იმას, რას ნიშნავს გამოუხმობადი შემოწირულობის თანხების გადარიცხვა კომენტარი თქვენთვის დამიტოვებია. ბოლო 1 წლის განმავლობაშიც იყო ესეთი ფაქტები? ბატონო? ბოლო 1 წლის განმავლობაშიც იყო ესეთი კონტრიბუციები? ბოლო 1 წლის განმავლობაში შემიძლია ვთქვა, რომ არადაირ ამგვარ ფაქტებს არ ქონია. კეთილი, მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რას გეგმავს კომპანია, რას აპირებს, როგორ ესახება სიტუაციიდან გამოსვლა, თუ კი არა, თქვა სასამართლოში დავის გზით და რაღაც სახელმწიფოდან მოთხოვნის კომპენსირების. დიახ. კომპანია დღეის მდგომარეობით არის მომგებიანი ორგანიზაცია, თუმცა ვალები იმდენია დაგროვილი, რომ ამის ერთბაშად გასტუმრება შეუძლებელია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმზე გადაყვანა და რესტრუქტურიზაცია ამ ვალდებულებების, რომ დროში გაწერილად გავისტუმროთ ყველა დავალიანება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალებით ამას შევძლებთ, თუმცა დრო დაჭირდება ალბათ გარკვეული, ოღონდ თუ იქნება დახმარება საინვესტიციო ფონდიდან, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობასთან, ასევე მიმდინარეობს ინვესტორებთან, რამდენიმე ინვესტორთან მოლაპარაკება. ამ შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმი შეიძლება შესაძლოა შეწყდეს მალევე და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ ეს ორი ვარიანტი განიხილება, ან ინვესტორი იშევოთ, ან თქვათ რეაბილიტაციის სქემა მოგცეთ მოვალეებმა. ამაზე საუბარი. კეთილი. და ბოლოს კითხავთ, რომ რაც შეეხება კონკურენციას, აი მათ შორის თქვენი უმთავრესი და ყველაზე ძლიერი კონკურენტის მხრიდან, Carrefour-ის მხრიდან ამან არ ითამაშა არანაირი როლი თქვა შექმნილ სიტუაციაში? ამან გიბასუხებთ, ამან გადამწყვეტი როლი ნამდვილად არ ითამაშა, იმიტომ რომ დღეის მონაცემებითაც მომხმარებლის რაოდენობა გუდვილში არ შემცირებულა, უბრალოდ ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ზუსტად ის კრიზისი, რაც მდგომარეობაშიც არის დღეს კომპანია. ეს არის თქვენი ანალიზი და ბოლოს მაინც კითხავთ, იმ დარჩენილ 25 მილიონსაც გამოამცხადებს თუ არა კომპანია საწავიდა და ვის ჯიბეში? ალბათ არ არის საჭირო ეს იყო რაღაც ბატონ გონიათ რომ არ არის საჭირო.
სხვადასხვა ფონდებში, გაურკვეველ ფონდებში გადარიცხული. თუმცა აზრს ვერ ვხედავთ იმის გამომზიურებაში, ვინაიდან ამის დამბრუნებელი არავინ არ არის დღეს. და საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება იყოს ასეთი, თქვათ, აზრის მატარებელი მოტივატორი. საზოგადოებრივი ინტერესისთვის შეიძლება რამდენიმე დოკუმენტი კიდევ იქნეს გამოქვეყნებული, თუმცა ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. ჩვენ უნდა თავარია ვიზრუნოთ იმაზე, მომავალში რა იქნება და როგორ გამოვა კომპანია ამ მდგომარეობიდან და არა ის, რომ ძველ, ასე ვთქვათ, არამიზნობრივ ხარჯებს მივსდიოთ და მივსტიროთ. კარგით. აი და მაშინ როცა იყო ეს პრაქტიკა, მაშინ არ გიფიქრიათ გასაჯაროებაზე, ან თუ არა, რატომ? თქვათ, აი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით, აი ეს თქვათ შეწინააღმდეგებოდით აი ესეთ პრაქტიკას. სამწუხაროდ მაშინ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან დადგებოდა გარკვეული მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და მიუხედავად იმ ხარკისა, რაც კომპანიამ გაიღო, პასუხისმგებაში მაინც იყვნენ ჩვენი ხელმძღვანელები მიცემული. და მაინც რატომ მოხდა ისე, რომ აი 9 წლის 2004 წლიდან თქვენ ამ განცხადებაში დაიწყო ეს პროცესები და თავი იჩინა 10 წლის მერე. რა ხდებოდა? რატომ დღეს იჩინა? მათ შორის 1 წლის მერე, რაც წინა ხელისუფლება გამოიცვალა და თქვენ ამბობთ, რომ ამ პერიოდში აღარ ყოფილა არანაირი მსგავსი, თქვათ, ფულის შეწერა. აი ეხლა რატომ იჩინა ამან თავი? როგორც პრობლემა? იმიტომ რომ მე მგონი დამერწმუნებით ყველა საქართველოში დღეს არ გვეგულება არავის ის ბიზნესი, რომელსაც 30 მილიონს ბრუნვიდან ამოუგდებენ და ის შეძლებს კიდევ ფეხზე დგომას. სწორედ მენეჯმენტის და სწორი მართვის პირობებში შესაძლებელი იქნა თუნდაც ამ დრომდე კომპანიის მოყვანა. მაგრამ შეუძლებელი იყო უკვე იმდენად დააწვა ეს ყველაფერი კისერზე კომპანიას, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე გაგრძელებულიყო მუშაობა. კეთილი, დიდი მადლობა თქვენი ახსნა განმარტებისთვის. ჩვენ უბრუნდებით ჩვენს ექსპერტებს ამ თემაზე სასაუბროთ. ზოგადად ამ სოციალურ ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზე სასაუბროთ. მარინა გულედანი, ვიმეორებ კავკასიის ფაინანშალიდან და კალტონი მაია ბუჩიშვილი ჯორჯიდადან, რომელიც არის სუპერმარკეტი. დავიწყოთ მარინა, თქვენთან მოგმართავთ კითხვით. გადაცემის დასაწყისში გაჟღერდა აი პარამეტრები, რომელიც აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვარდნა გრძელდება, ყოველ შემთხვევაში აი პროგნოზიც უარყოფითია სავალუტო ფონდის სხვა მიმართულებით. ეს რაღაცნაირად ხსნის თუ არა პრობლემებს, რასაც ჩვენ ხედავთ გუდვილის სახით თუ პოპულის სახით, ასევე მარტო გუდვილი არ არის ამ პრობლემაში გახვეული, თუ კიდევ რაღაც სხვა ფაქტორებია, რომელიც შეიძლება იყოს ასევე მიზეზი ამ სიტუაციის. მოგესალმებით. ცხადია, რომ ეკონომიკა არის დასტრესილი და ეს არის კონკრეტული რისკი, რომლის რეალიზებაც მოხდა და ყველა ნორმალური ბიზნესი გარკვეულ ალბათობას უნდა უშვებდეს, რომ ესეთი რამე შეიძლება მოხდეს. ამიტომ ვერანაირად ვერ დავასკვნი და ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი შეიძლება იყოს კომპანიის, თქვათ, დრამატული წარუმატებლობის ბრალი. და მხოლოდ ის ფაქტორი, რასაც კომპანია მიიჩნევს, რომ აი ეს 30 მილიონი ლარი, რომელიც 10 წლის განმავლობაში თუ 9 წლის განმავლობაში მათ, თქვათ, სალაროდან ამოუღეს, გახდა, თქვათ, 1 წლის მერე მიზეზი, ასევე ფიქრობთ, რომ შეიძლება არ უნდა იყოს. უნდა დავაფიქსირო, რომ აუცილებლად უნდა დავიცვა პრეზუმპცია და ამას როგორც ფაქტს მე ვერ მივიღებ, შეიძლება ეს როგორც ინფორმაცია მოვისმინოთ, მაგრამ დღეს ამაზე კომენტარის გაკეთება არაკორექტული იქნება, იმიტომ რომ თვითონ კომპანიის თანამშრომელიც განმარტავს, რომ ისინი სასამართლოს ამის თაობაზე არ მიმართავენ. ამიტომ ეს რჩება განცხადებად, რომელიც შეიძლება იყოს მართალი, შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ უფრო მგონია, რომ მოსახლეობის გარკვეულ სენტიმენტებზე გათვლილი. მაგრამ თუ დაუბრუნდებით მთავარ თემას, ანუ იმას, რამდენად ზოგადად ეკონომიკა მოქმედებს აი ამ სიტუაციაში და არა სხვა ფაქტორები, პირველი რაც აუცილებლად როგორც მომხმარებელმა შემიძლია თქვა, არის ის, რომ მე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე არის კონკურენცია და გარკვეული ბიზნეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც განხორციელების დროც ცუდად დაემთხვა სხვადასხვა რისკების ერთობლივ რეალიზებას. ანუ გარდა იმისა, რომ ეკონომიკა არის ცოტა სტრესში, პარალელურად გაჩნდა ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტი. ამის პარალელურად კომპანიამ მე მგონი დამატებითი მნიშვნელოვანი კაპიტალ დამატებები განახორციელა იგივე მარშეს პროექტში და ამათმა თანხwebdriver მიიყვანა კომპანია ესეთ შედეგამდე. ანუ ეს არასწორი გათვლები იყო თქვენ ამბობთ. ჩემი აზრით არ არის მხოლოდ გარე ფაქტორები, არის ასევე ბიზნეს გადაწყვეტილებები, რომლებზეც ალბათ ამ კომპანიამ იმსჯელა და უბრალოდ ალბათობა ამ რისკების თანხwebdriver-ში რეალიზების
იმდენად მცირე იყო, რომ გადაწყვეტა, რომ ესე მოქცეული იყო, მაგრამ ესეთი რამე რა თქმა უნდა ხდება და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ კომპანია რა თქმა უნდა არ გაჩერდება. მე როგორც ვიცი, ხა არის რეაბილიტაციის რეჟიმში, ან ყოველ შემთხვევაში აპირებს რომ იყოს. ძალიან მესიამოვნებაა ბატონი თემურჭყონიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო კონსტრუქციულია, რომ ეს ყველა კრედიტორი, რომელიც ამ კომპანიას ყავს, შეთანხმდეს კონსტრუქციულად და დაიგეგმოს ნელ-ნელა ამ თანხების ამოღება, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა იმაშია, რომ ვადამოსული რაღაც გადახდების განხორციელება არ შეუძლია კომპანიას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანია ან ჩერდება, ან უნდა გაჩერდეს, ან რაღაცა უფრო დრამატული. თუმცა ეს არის აი მეორე კონკურენციის თემას, კონკურენცია თქვა იგივე ქართულის თემას ქმნის. ანუ მე როგორც ხედავ, ამ კომპანიაში გაუჩნდა მწვავე ლიკვიდობის პრობლემა, ანუ დეფიციტი ფულადის აღსრების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ამისი თავისთავად ცხადი არის შემცირებული ვაჭრობა ზოგადად, იმიტომ რომ მე როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს მეჩვენება, რომ გუდვილის მინიმუმ დიღმის ფილიალში გაუჩნდა დეფიციტი მომხმარებლის, ანუ იმ გეოგრაფიულად იმ ნაწილში ვაჭრობის ცენტრი გადავიდა, ესე ვთქვათ, მოლში და კარპურის ტერიტორიაზე და ნუ ვიცით, რომ უფრო იაფი იყო გვახსოვს ჩვენ კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც დახურა და საბოლოოდ კარპურს დაუთმო, ანუ მომხმარებლის დეფიციტის პრობლემა იდგა, მაგრამ არის კიდევ მეორე უფრო გლობალური სტატისტიკა. ჩვენ ხედავთ, რომ იმპორტის მაჩვენებელი ვაგებთ ყოველთვიურად მცირდება და იმპორტი არის სწორედ ის, რაც ხდება სუპერმარკეტებში და არა თქვა პირველადი ნედლეული, რომელიც ექსპორტის სახით გადის ქვეყნიდან. ანუ თქვენ ახლა უფრო გლობალურად საუბრობთ იმაზე, რომ მოთხოვნა პროდუქციაზე არის შემცირებული და არის სხვა უფრო ეკონომიკური ინდიკატორი. ხომ არ არის თქვა სამომხმარებლო განწყობა. ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თანხმედრასთან ბევრი სხვადასხვა რისკის, რომელსაც ყველა ნორმალური ინვესტორი და ბიზნესის მენეჯერი უყურებს და მისი ალბათობა უნდა კონდეს გათვლილი და მისი სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი უნდა დგებოდეს შესაბამისად. ამიტომ მე არის თუ არა გუდვილი მხოლოდ დასაწყისი ამ პრობლემის. იცით რა არის ზოგადად ის რისკ ფაქტორები რა თქმა უნდა ქვეყანაში არსებობს და ერთ რამეს გეტყვით ფინანსური კრიზისი და ზოგადად ნებისმიერი კრიზისი ლაკმუსის ფურცალებით მოქმედებს ანუ ის აჩენს პრობლემებს რომლებიც ამა თუ იმ კომპანია შეიძლება კონდეს და ყველა ფინანსური კრიზისის ფონზე ხდება ბაზრის გაჯანსაღება და რჩება მხოლოდ ძლიერი მე იმეც ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ რომ გუდვილი ეს არ არის ბოლო გუდვილის აუცილებლად გააგრძელებს არსებობას იმიტომ რომ კონცეპტუალურად გუდვილი რა თქმა უნდა განსხვავდება იგივე კარპურისგან და მიმაჩნია რომ მას ყოველთვის ეყოლება მომხმარებელი უბრალოდ ღირსეულად უნდა გაუძლოს რაღაც გარკვეულ პერიოდს და სწორად უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს ყველა თვალსაზრისით მათ შორის უნდა გააგრძელოს რა თქმა უნდა კეთილი დიდი მადლობა და მაია ბუჩაშვილთან გადავინაცვლოთ კითხვით ჯორჯიტა სუპერმარკეტი ჯორჯიტა ეს პრობლემები რაზეც იყო ახლა საუბარი რაც თქვა ექსპერტმა ისაუბრა როგორ აისახება თქვენზე და როგორი თქვა გადაწყვეტილებები მიიღეთ ამ პრობლემების საპასუხოდ, იმიტომ მე შევახსენებ მაყურებელს, რომ 2008 წლამდე ჯორჯიტას ჰქონდა ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის ჩვენს გადაცემაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ქსელს აპირებდა გაეკეთებინა. საბოლოო ჯამში 2008 წლის ომისა და კრიზისის შემდეგ კომპანია შეჯერდა ერთ მაღაზიაზე და არც ბათუმში გაფართოვდა როგორც იყო დაგეგმილი და რაღაცნაირად ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, თავს ზედაპირზე. ესეა თუ არა და როგორ გესახებათ მოკლევადიანი პერსპექტივა? მოგესალმებით. ჯორჯიტა 2008 წლამდე ნამდვილად აპირებდა 2008 წელს ჩვენ მქონდა გეგმა შემუშავებული, რომ რამოდენიმე ქსელი ყოფილიყო საქართველოში და ასევე თბილისში, თუმცა 2008 წლის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ბიზნეს გაწერები, გავითვალისწინეთ რისკ ფაქტორები და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პატარა ღირსეული ნიშა დაგვეჭირა საქართველოს ბაზარზე. რატო რამ გიკარნახათ, რომ ესე იყო საჭირო და არასვანაირად თქვა. რა იყო ის ფაქტორები, რომელიც გაფიქრებინათ, რომ ეხლა ჯობს დავამოხრუჭოთ. რა არის იცი ძალიან სწრაფად დავარდა ბაზრის ამბიცია, ბაზრის ტენდენცია. ამიტომ ჩვენ შეგვეშინდა ძალიან რომ იგივე ფოთში, იგივე ქუთაისში გაგვეხსნა ფილიალები. შესაბამისად, მხოლოდ ბათუმში გავხსენით, ბათუმმა გვაჩვენა რომ შესაძლებელი არის ფილიალების გახსნა, მაგრამ რატომღაც თავის შავიკავეთ ერთ-ერთი მიზეზის გამო არ გვინდოდა უბრალოდ ჩვენ
დიდი კრედიტებით გაგვეკეთებინა ეს და შესაბამისად რაღაც რის ფაქტორები არ ყოფილიყო სამომავლო წინ ანუ მე თუ სწორად გაგიგეთ ეს არის სამომხმარებლო აქტივობის შემცირება რამაც გაფიქრებინათ და ალბათ რაღაც პოლიტიკურ ეკონომიკური რისკები რომელიც თქვა გლობალურ ეკონომიკურ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება აუცილებლად პოლიტიკურ ეკონომიკურ აქ მინდა კითხოთ ის რაზეც გუდვილი საუბრობს რომ იყო ერთადერთი და უმთავრესი და გადამწყვეტი მიზეზი ის რაღაც სახელმწიფო წნეხი ფულის მოთხოვნის სახით თქვენ ქონიათ თუ არა პრაქტიკა აი მსგავსი თქვათ ფულის შეწირულობების მოთხოვნა. არა, ჩვენ არანაირი შეხება არ ქონია. თველშიც არ გიყიდიათ ყურძენი, თქვათ. არა, ჩვენ ნამდვილად არც თველში გვიყიდიათ, ცალკე ჩვენ უბრალოდ რამოდენიმე ჩვენ თვითონ გადავწყვეტეთ, რომ რამოდენიმე საქველმოქმედო აქცია ჩაგვეტარებინა, თქვათ იქ საგურამოს ბავშვთა სახლს მივაწოდეთ ერთხელ ეს იყო მხოლოდ ჩვენი ნებით, ნამდვილად არანაირი წნეხი არ ყოფილა. უბრალოდ გუდვილის პირობებზე შემიძლია გითხრათ მე ექსპერტი ნამდვილად ვარ მხოლოდ ჩემს რა თქმა უნდა სუპერმარკეტის სფეროში, მაგრამ ჯორჯიტა მაინც განსხვავებულია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩამოგვაქვს ჩვენი პროდუქცია და ვყიდით, ამიტომ ძალიან ნაკლებად გვაქვს შეხებები ადგილობრივ პროდუქციასთან და შესაბამისად დისტრიბუციასთან. ანუ დისტრიბუციის ვალის დაგროვების ფაქტორს გამოვრიცხავთ. ჩვენ ნაკლებად გვაქვს გველის ეგ საშიშროება, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ თვითონ ვართ იმპორტიორები და რაც ყველაზე მთავარია ბატონო აკაკი ჩვენ თვითონ ვარეგულირებთ ფასებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა, ჩვენ გვყავს ჩვენი მომხმარებელი. მართალია ბაზარზე ვართ დაახლოებით 14 წელია, შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ ძალიან ნელა, საკმაოდ სტაბილურად მივიწევთ წინ. ჩამოგვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მომხმარებლისთვის არის ძალიან კარგი, ახლა ჩამოვიტანეთ თქვათ გოგრის ზეთი გვაქვს, უკვე სელის ზეთი გვაქვს. ანუ ვიწრო სეგმენტზე მუშაობთ. ძალიან ვიწრო სეგმენტზე ვმუშაობთ. ასე ვთქვათ, კუსნაბიჯებივით მივიწევთ წინ, მაგრამ სტაბილურად და რაც ყველაზე მთავარი არის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოდნავ ქსელის გაფართოვება ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდა ალბათ გამართლებული. გამართლებული აღმოჩნდა. ჩვენ შეიძლება 100% არ გვიფიქრია რომ გამართლებული იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ამ რეალური გადმოსახედიდან მივხვდით რომ დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს, მადლობა კანალიში მონაწილეობისთვის, შექმნილ ვითარებაში თავს უსაფრთხოდ სხვა წვრილი მაღაზიებიც არ გრძნობენ, ისინი გაერთიანებას იწყებენ, რაც ფასების დაწევის და კონკურენციის მეტ შანსს მისცემს. ლიტველი აუდრიუს ლეშჩინსკა უკვე რამდენიმე თვეა თბილისში წვრილი მაღაზიების გაერთიანებას ცდილობს, რაც მათ ფასების დაწევის და სხვა სუპერმარკეტებთან კონკურენციის საშუალებას მისცემდა. ამ გზით შექმნილი ქსელის координация ლიტველი მეწარმის ბიზნესია, რომელსაც ის შინ უკვე 10 წელია უძღვება და ახლა თბილისში უნდა გაფართოვება. ერთიანი ქსელი მაღაზიებს ხარჯებს შეუმცირებს, რადგან ქსელი თვითონ დაიწყებს მოლაპარაკებებს დისტრიბუტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, ბანკებთან და სადაზღვევო ინსტიტუტებთან. გამოცხადდება ერთიანი ფასდაკლების აქციები. ამით მათ საშუალება მიეცემათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ და უცხოურ მსხვილ სავაჭრო ობიექტებს. პროექტის მიხედვით მაღაზიები ერთი ბრენდის ჩვენიანის ქვეშ გაერთიანდებიან. ფინანსურ საქმიანობას ყველა დამოუკიდებლად გაუძღვება. დისტრიბუტორებთან ურთიერთობისას კი ისინი ერთი მსხვილი შემსყიდველი სტატუსით გამოვლენ. მცირე მეწარმეები აღიარებენ, რომ დიდი სავაჭრო ობიექტების ამუშავებამ მათ გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა. ამიტომ მათი ნაწილი გაერთიანების იდეას დადებითად უყურებს. როდესაც შემოვიდა უკვე ბაზარზე ესეთი დიდი მოთამაშეები, როგორიც არის კარფური, პოპული, გუდვილი, ფურშეტი, ძნელი ხდება ჩვენნაირი მაღაზიებისთვის გაუწიოს კონკურენცია ფასებში. ხდება ახლა ის დიდ ძალებთან დაპირისპირება ჩვენი გაერთიანებით, ჩვენ საშუალება არ გვაქვს იმხელა ფინანსები, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავფართოვდეთ ქსელი შევხვდეთ. ქსელში გაერთიანება უფასო იქნება, თუმცა წევრებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ. მაღაზია უნდა იყოს რენტაბელური და ჰქონდეს კარგი რეპუტაცია. თვიური ბრუნვა არ უნდა იყოს 40,000 ლარზე ნაკლები. ამ ეტაპზე ქსელში გაერთიანების 100 მსურველი ობიექტია, ყველა თბილისში. მომავალი წლიდან კი ქსელი რეგიონებშიც ეცდება გაფართოვებას. საცალო ბაზარზე დაძაბული ვითარების ფრონტზე ხელისუფლება ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს, რაც უკვე აშკარაა, რომ პრობლემებს მხოლოდ გააღრმავებს. მათ შორისაა აბრებზე წარწერების ქართული შრიფტით შეცვლაც, რაც მათ სერიოზულ საგონებელში აგდებს, არადა ორივე კვირაში უკვე სანქციებიც ამოქმედდება. Redisoni, Holiday Inn, Samsung და სხვა საერთაშორისო ბრენდები რეკლამის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მაღაზიების, რესტორნების თუ სხვა დაწესებულებების კედელზე დატანილი წარწერები ლათინურთან ერთად ქართულ ენაზეც უნდა იყოს შესრულებული.
ერთის მხრივ ბუნებრივია უნდა შესრულდეს კანონი და სამსახური გააკონტროლებს ამ პროცესს ქალაქში. მეორეს მხრივ ჩვენი ამ შემთხვევაში პრაქტიკა იქნება ესეთი, ყველა იმ ობიექტს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს თემა, ეს კანონი, მივცეთ შესაბამის ვადას, ერთვიან ვადას, რათა ამ ვადაში მათ მოახერხონ და ქართულ ენაზე განახორციელონ აღნიშნული წარწერის განთავსება თავიანთ ობიექტზე, რათა აცილებული იქნეს ჯარიმა. საერთაშორისო ბრენდები მათთვის მიცემულ ვადას არაგონივრულად აფასებენ და მთავრობასა და პარლამენტს კანონის ამოქმედების 6 თვით გადავადებას თხოვენ. მსხვილ კომპანიებში განმარტავენ, რომ აბრებისა და სარეკლამო ბილბორდების შეცვლა ათეულობით 1000 ლარი უჯდებათ, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ქონიათ. ჩვენთვის ასევე გაუგებარია თუ რა საჯარო ინტერესის დაცვას ცდილობს პარლამენტი ამ კანონით. ორ მიზანს ვისახავთ. პირველი ის, რომ კანონის მოქმედება გადავადდეს მინიმუმ 6 თვით და მეორე ამოცანაა, რომ ეს 6 თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მჭიდრო კონსულტაციები ჩატარდეს როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან. ბრენდების ტრანსლიტერაციის ვალდებულებას ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საერთაშორისო კომპანიები ქართული დამწერლობით შესრულებული აბრებისა და განათებული სარეკლამო დაფების დამზადებას ბრენდის დევალვაციას უწოდებენ. ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდის კომპანიების მარკეტინგულ პოლიტიკასთან. ბრენდების ღირებულებას, ცნობადობას და პოპულარობას მათი ორიგინალური შესრულება განაპირობებს, რაც ძირითადად ლათინური ასონიშნებით ხორციელდება. უნიკალური ლოგოს თარგმანი არ ასოცირდება ორიგინალთან და იკარგება მთავარი იდეა, ეს ბრენდის დევალვაცია. მის მიმართ მანიპულაციები მისაღები არ არის. ახალი აბრების დამზადება მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებსაც მოუწევთ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობითი გაფრთხილება დიდ ნაწილს უკვე დაუგზავნა. 1000-დან 3000 დოლარამდე ხარჯის გაწევასთან ერთად მეწარმეებს ახალი ფასადის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებაც მოუხდებათ. ფასადის სარეკლამო აბრის მოწყობასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ფოტოსურათი და ფოტომონტაჟი მასალისა და ზომების მითითებით. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით და რაოდენობით არც ერთ ვარიანტში არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორივე შემთხვევაში მანათობელი წარწერა ერთნაირად უნდა იყოს განათებული და კითხვადი. ამ დრომდე მეწარმეები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განცხადებების შეტანას არ ჩქარობენ. განსაკუთრებულ აქტივობას არც სარეკლამო კომპანიებში ადასტურებენ. საჯარიმო სანქციების ამოქმედებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. კანონდარღვევებს 300-დან 5000 ლარამდე ფულადი ჯარიმა ემუქრებათ. კიდევ ერთი გაცილებით მასშტაბური რეგულაცია სურსათის უვნებლობის სახელით მზადდება. სურსათით ყველა მოაჭრეს, მათ შორის გლეხსაც, ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირება და ხარისხის სტანდარტის დაცვა მოუწევს, რაც ათასობით მათგანს ბაზრიდან განდევნის, რამდენად უღირსებს მთავრობას. ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. მეორე საკითხია, რომ ექსპერტთა განცხადებით რეგულაციისთვის საჭირო კონტროლის სისტემა მოშლილია. უკრაინაში ციტრუსის საექსპორტო ელემენტარულ საბუთს ვერ იღებენ ფერმერები, რადგან გამცემი ორგანო არ არსებობს. და მაშინ როგორ გამოხდება ექსპორტი რუსეთში? დაგველოდეთ. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს უკვე წლის ბოლოს მზად იქნება სურსათის უვნებლობის კანონი, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს და ის ექსპერტთა აზრით ათასობით წვრილ მოაჭრეს, მათ შორის გლეხებს ბაზრიდან განდევნის. ამ თემას ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში შევეხეთ და უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ საკვების ყველა მწარმოებელს და რეალიზატორს დიახ, მათ შორის გლეხებსაც ბიზნეს ოპერატორად მოუწევთ დარეგისტრირება და მოუწევთ მაღალი საწარმოო სტანდარტების დაცვა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია დამატებით ხარჯებს უკავშირდება და უმეტესობას მისი გადახდა დღეს არ შეუძლია. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამ ხარჯებს ისინი კოოპერირების გზით გადალახავენ და დააბალანსებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოშევებული არის კანონი კოოპერირებასთან დაკავშირებით. ანუ ალბათ ზოგ შემთხვევაში მოუწევთ ამ სრულ მეწარმეებს გაერთიანება და გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ორგანიზებულად მოუწევთ შემდგომში სურსათის განთავსება ბაზარზე. ნუ სხვა შემთხვევაში აქ საქმე ეხება მომხმარებლის ჯანმრთელობას, მომხმარებლის სიცოცხლეს და მის ინტერესებს და აქედან ეს სფერო კონტროლის გარეშე ვერ დარჩება ვერანაირად. თუმცა კოოპერირება ვიცით რეალობიდან გამომდინარე ნაკლებად შესაძლებელია და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ პრაქტიკაში, ამიტომ წვრილი კაფეები მაგალითად სადაც ამჟამად შემოწმება და ახალ რეგულაციებთან გაცნობა მიმდინარეობს, უფრო დახურის შიში უჩნდებათ მათ ვიდრე კონკურენტებთან გაერთიანების მოლოდინი. გამარჯობათ, ჩვენ გახლავართ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ელენე გიორგაძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები კაფე კერიას გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებენ. შემოწმება საწარმოს დოკუმენტაციის შესწავლით იწყება. შემდეგი ეტაპი კი სამზარეულოს დეტალური დათვალიერებაა.
ქალბატონოცა მაინტერესებს სამაციურო სისტემაში თუ გაქვთ დაცული ტემპერატურული რეჟიმები და თუ აკონტროლებთ და თუ გაქვთ ჩანაწერები. აი ეს მაცივარი გამოყოფილია ყველისთვის, ეს არის 0 გრადუსია მაცივარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რა პირობებში ინახება ნედლეული, ასევე რა პირობებში ხდება მისი გადამუშავება და მომხმარებლამდე მიტანა. სურსათის საწარმოებელი ზედაპირები უნდა იყოს აუცილებლად ადვილად რეცხადი და დეზინფიცირებადი. სურსათის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ იგივე თქვენი ხაჭაპური სხვა ზედაპირზე ვერ ხერხდება, რომ გააკეთოთ, ამისათვის გრთავთ ნებას, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს ზედაპირები უნდა იყოს ერთგვაროვანი, ხის ზედაპირები. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმეს მისი გამოსწორებისათვის გარკვეულ დროს აძლევენ. თუ ბიზნეს ოპერატორი შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, განმეორებითი შემოწმების შემდეგ მას საჯარიმო სანქციები დაეკისრება. შევამოწმეთ აღნიშნული საწარმოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, შევამოწმეთ პერსონალის ჰიგიენური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ნედლეული შევამოწმეთ, რამდენად კეთილსაიმედოა, ეს აქცენტი გავაკეთოთ მაღალი რისკის პროდუქტებზე, როგორც არის ხორცი, ყველი, რძის პროდუქტები, რაიმე კრიტიკულ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია. ამჯერად კაფეკერიას ჯარიმა არ დაკისრებია, თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, სურსათის უნებლობის კანონის გამკაცრების შემთხვევაში ეჭვი აქვს, რომ საქმე ასეიულად აღარ იქნება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად მალე გადაეცემა, ბევრ ისეთ ნიუანსს შეიცავს, რაც მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. იმერული ხაჭაპურის გემოს მისაღებად აუცილებელია იმერული ყვიჭრინტი ყველი. ასეთ გლეხი არ დაიწყებს ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას თითოეულ თავყველზე. ну ასეთ შემთხვევაში მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ანალიზი, რომელიც ასევე იქნება ცოტა არ იყოს აბსურდული, იმიტომ რომ აი მაგალითს მოგახსენებთ 30 კილო ყველ შემოვიდა, ავიღე ყველა თავის ინჯის, გავიქეცე ლაბორატორიაში, გადავიხადე სხვათა შორის უზარმაზარი თანხა, რომელიც ასევე ღირებულებაზე აისახება, დაუშვათ ესეც გავაკეთე და ლაბორატორიამ 3 დღის წინ მერე მომცა დასკვნა. აი ეს დასკვნა რომ მომცა ეს 3 დღის მერე ეს ჩემ ყოლა აღარ ვარ. იმიტომ რომ ეს ჭკინტი ყველი. მეორე პრობლემა კი მწერების საწინააღმდეგო სილიკონის ფარდების მოთხოვნა. ელემენტარულად სილიკონის ფარდის ჩამოფარება სამზარეულოს საცხობის კარებზე. საცხობის კარები თბილისის სიცხეები მოგეხსენებათ ხოლმე და 3 კამერა დგას ელექტროღუმელი, რომელშიც ხდება ცხობა პროდუქციის. აი ეს 3 კამერა თბილისის სიცხეების დროს მიუხედავად იმისა, რომ გამწოვი და ვენტილიაციის სისტემები მუშაობს, მაინც პერსონალისთვის გაუსაძლისი პირობებია. მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს 4ჯერ დიდი სამზარეულო, 4 მეტრიანი სიმაღლის ჭერით. მე თვითონაც ძალიან ვისურვებდი ამას, მაგრამ ამის ქირას ვერ გადავიხდით. ასეთი სამზარეულოს ქირას უბრალოდ ვერ გადავიხდით. ეს პრობლემა შეექმნება ბევრს. როგორც კერიას დამფუძნებელი ამბობს, თუ ასეთ ნიუანსებს კანონის ავტორები არ გაითვალისწინებენ, მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდება და დაიხურება. ეს კი უამრავ ადამიანს დატოვებს უმუშევარს. ყველაფერი არის რაღაცა სესხით პროცენტით და რაღაცებით გაკეთებული და ისედაც ზღვარზე ვარსებობ. ძალიან ბევრი ალბათ დაიხურება და ყველაზე დიდ საშიშროებას მე ვხედავ იმაში, რომ ეს ფორმალური მხარე არ შეიძინოს, თაღლითობის რაღაც ქთამების ინსტიტუტი არ დაბადოს ეგეთმა რაღაცეებმა. რამდენად ირღვევა ამჟამად სურსათის უნებლობის მოთხოვნები მთლიანად ბაზარზე და რაც გამოიწვევს ამ მოთხოვნათა დაცვის იძულება, ამაზე ახლა გოდერძიშვილ საერთაშორისო ორგანიზაცია KEAS ექსპერტს ვკითხავთ. მოგესალმებით ბატონ გოდერძი. მოდით ვთქვათ, მეორე საკითხია, ქალბატონმა ახსენა ბოლოს მეწარმემ, რომ ხომ არ მიიღებს ეს რაღაც ფორმალურ ხასიათს და უბრალოდ ფულის აღებმიცემობას არ გამოიწვევს. მაგრამ ამას შემდეგ შევეხო და პირველ რიგში დღევანდელი მდგომარეობა, გნებავთ სურსათის წარმოების, როგორც ნედლეულის, გნებავთ მისი გადამუშავების სფეროში. რამდენად აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს და თუ კი ამ ელემენტარული თუნდაც მოთხოვნების უნიფიცირებულად და ესე ძალისმიერად მოთხოვნა, დაკმაყოფილების მოთხოვნა გაჩნდა მთავრობის მხრიდან, რას სურათს მივიღებს თქვენი აზრით? ძიმე სიტუაცია შექმნილი საქართველოში. ძიმე სიტუაცია მრავალი ფაქტორის გამო. საქმე იმაშია, რომ მარტო სურვილი ამისთვის, რომ ჩვენ ვახდინოთ, ასე ვთქვათ, გადასვლა ევროპულ რელსებზე, კი ბატონო. შეუძლებელია. ამას სჭირდება ძალიან საკმაოდ სერიოზული მატერიალური სახსრები. პირველ რიგში ეს აუცილებელია ლაბორატორიების არსებობა. თქვენ წარმოიდგინეთ დღეს, როდესაც არავითარი კონტროლი არ ხდება,
ამას ერთი და ორი ლაბორატორია არ იყოფა. საქმე იმაშია, რომ აი ახლა ლაპარაკი იყო, ვთქვათ, ხაჭაპურის წარმოებაზე, არა, მცირე კაფეა ხაჭაპურს აწარმოებს, ის როგორც წესი ხმარობს ყველს, იმერული ყვერი ბრძანებს და ხმარობს ხორბალს, არა, ქვილს. ყველი იმის გამო რომ ჩვენთან იწარმოება, მძიმესი მდგომარეობა გვაქვს ბრუცელიოზით დავადების საქონელის მიმართ. მძიმესი მდგომარეობა ტუბერკულოზის მიმართ. ყველაფერ ამას კონტროლი ჭირდება. ამას სერიოზული ლაბორატორიული კვლევა ჭირდება წინასწარ. საქმე იმაში კი არა რომ გინდა თუ არა ამ პარტია განსაზღვროთ ლაბორატორიაში არის თუ არა დაბინძურებული თქვათ ამა თუ იმ დავადებით არამედ საქმე იმაშია რომ თვითონ ამ წარმოების პროცესში უნდა ხდებოდეს საქონლის შესწავლა არის თუ არა ის დავადებული ბრუცელიოზით არის თუ არა ტუბერკულოზით ან სხვა რომელიმე დავადებებით და ეს უნდა იყოს გამოსუფთავებელი. ანუ სანამ კაფეში მოხდება ეს ყველი, მანამდე კიდე გასავლელია ძალიან ბევრი შემოწმების ფილტრია დასაყენებელი, თქვა ძროხასთან, მერე წველასთან, მერე ყველის ამოყვანასთან, მერე ტრანსპორტირებასთან და მერე სანამ მოხდება სავაჭრო ქსელში. ნუ პირველი და ძირითადი არის თვითონ ეს ძროხა, ის საქონელი სად ძოვს, როგორ ძოვს და რამდენად ჯანმრთელია. აქედან ეს უნდა იყოს მოგვარებული. რაზეა ლაპარაკი, როდესაც რომელიც მასობრივად ბაზარს მოიცავდა. ძალიან სუსტად არის ეს რგოლი დღეს განვითარებული. კი, მათ შორის ცდილობენ ბევრი ცდილობა. თუ კი საუბარია, თქვათ, ეხლა ექსპორტზეც დაიწყო, ხო, საუბარი იქ განსაკუთრებით იქნება საჭირო, მათ შორის დოკუმენტაციის თანხლება. აი სანამ ეთერში შემოხვიდოთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეხლა აი ამ წუთას მიმდინარე პრობლემა აქვს მეხილებს ექსპორტირებასთან დაკავშირებით, ხო, უკრაინაში, იმიტომ რომ ელემენტარულ საბუთს ვერ იღებენ. აი რა საბუთზეა საუბარი და ნუ შესაბამისად რუსეთში მით უფრო მკაცრად იქნება. კარანტინის და დაბინძურების პესტიციდებით. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ თქვა ჩვენი მეზობელი თურქეთი როგორც ამ სამსახურის უფროსმა მითხრა ერთ წელიწადში დაახლოებით 400,000 სინჯს იღებს და ხილზე დიახ და წარმოებს მის შესწავლას პესტიციდების დაბინძურებას. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყანა რომელშიც 4-იც კი არ კეთდება ასეთი სინჯი. ამას ჭირდება ლაბორატორიული აღჭურვა, რა თქმა უნდა, ლაბორატორიების შექმნა ჯერ, მერე აღჭურვა სათანადოდ. და რა გამოსავალი არის აი ესეთ სიტუაციაში გავიგეთ, რომ არ არის. ნუ ბუნებრივია არ იქნება, იმიტომ არ იყო მოთხოვნა ბოლოს და ბოლოს. ბაზარზე ვერ მოხდება. ფერმერებს ეს ფერმერები რა გამოსავალი აქვს, რომელთაც უნდათ გატანა, თქვა და ამ შემთხვევაში არა ადგილობრივ ბაზარზე. ერთადერთი ახლა ყველა ფერმერის, ყველა პროდუქციის, თქვა, აწარმოებ და უშუალოდ ყველაზე დღეს მოსალოდნელი გასატანი ხილია, მწვანილია. ყველა ამას პატარ-პატარა პარტიებს აწარმოებს პატარა ფერმერი, ახლა მას არ შეუძლია რომ რამდენიმე ტონა აწარმოოს და ამ პარტიებს მისი კონტროლი ცალ-ცალკე ჭირდება. ცალ-ცალკე ჭირდება. გართულებულია. თვითონ წარმოების პროცესში უნდა იქნეს დაცული. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ პესტიციდების გამოყენებას აქვს რეგლამენტი და ეს რეგლამენტები დაიცვას. ადრე საბჭოთა პერიოდში როგორ იყო? კოლმეურნეობას ყავდა სპეციალისტი, რომელიც პასუხს აგებდა ამ რეგლამენტების დაცვაზე. პესტიციდის გუშინ შეწამლე და დღეს მოვკრიფე და გავიტანე ბაზარზე, ესეთი რამე გამორიცხული იყო. ახლა დღეს ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ ალბათ უნდა კოოპერირების გზაზე წავიდეთ. ნუ შესაბამისად, აი თქვა რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივა და მისი გამოყენება თქვენი იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ საუბრობთ, ფაქტურად შეუძლებელია, ხო, ამ ეტაპზე? შეუძლებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელია თვითონ განვითარება ფერმერების. თუ გერმანიაში ამას დრო ჭირდება, ჩვენ ვამბობთ, რომ აი დღეს, აი 14 ოქტომბრიდან დაისვა ბაზარი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, სირთულეები ბევრი იქნება. მაგრამ აი იმ კონკრეტულ პარტიაზე, რაც თქვენ საუბრობდით ახლა ვაშლის მაგალითად თუ ხილის ვაშლის პრობლემა ძალიან სერიოზული გვექნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით პესტიციდები გამოიყენება ამ კულტურაში. და საკმაოდ დაახლოებით 8-9 მეტი თუ არა შეწავლა ხდება. ხო, ანუ ყველა ცივილიზებული ფერმერი დღეს იყენებს, ხო? ანუ აქ უხარისხო პესტიციდებია, მაშინ იქნებ ამის მიტანამდე კონტროლი პესტიციდებზე არ არის ლაპარაკი. პესტიციდებს აქვს თავის გამოყენების ვადები, დოზები და მოიქნეს დასული ეს ელემენტარულად იმ ფერმერმა, რომელიც აწარმოებს ამას და სურს რომ გაიტანოს პროდუქცია, მერე იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ საკითხებზე. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ახლა კანონის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს ის თუ დაბინძურებულ პროდუქციას გაიტანს სადმე მით უმეტეს საზღვარგარეთ
რა მნიშვნელია თქვათ გავიტანე ნავთლუხის ბაზარში და მივყიდე ჩვენ მოქალაქეებს დაბინძურებული პროდუქცია რომელიც ჯანმრთელობას თოფი არა ის მაშინ ვერ ესროლო და მოკლას მაგრამ ერთი თვის მერე თუ 5 თვის მერე თუ 5 წლის მერე ის გამოიწვევს თქვათ გარკვეულ დაავადებას თქვათ გვიძლის დაშლას ამის რისკის ქვეშ საკუთარი მოქალაქეების დაყენების უფლება არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს და ანუ ეს უვნებლობის მოთხოვნა არის აუცილებელი დროული, მაგრამ პრობლემა მე რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი არის ის რომ არ არის სისტემა კონტროლის შექმნილი, ეს ერთი და მეორე რომ იყოს აღმოჩნდება შედეგები ძალიან ცუდი გამომდინარე პრაქტიკიდან რაც არის კეთილი. ძალიან ნელა მივდივართ პროგრესისაკენ. დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის. ამ თემას ჩვენ რეკლამის შემდეგაც შევეხებით, რადგან სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი, თუმცა უმთავრესად მაინც ხილბოსნეულის ექსპორტისთვის რუსული ბაზრის გახსნაზე ისაუბრებს ის. ახალ ბაზარზე ექსპორტისთვის ფერმერები მზადებას უკვე იწყებენ, მათ შორის პირველად სუფრის ყურძნის მწარმოებლებიც. აქამდე ამ სეგმენტში ადგილობრივი ბაზარიც კი მეტწილად სომხურ იმპორტს ეკავა და წელს პირველად ის ქართულმა პროდუქციამ შეავიწროვა. დაგველოდეთ. მოჩევით უნდა იგებთ, რაც კაი მტევანია, ის მოწყვეტ ფრთხილად ჩაეთ ყუთში. სუფრის ყურძნის წარმოება მალხაზ ფურცელაძემ 3 წლის წინ დაიწყო. мотивация კი თბილისის ბაზარზე სომხური ყურძნის მაღალი ფასი გახდა. სუფრის ყურძნის ნერგები სომხეთში შეისყიდა და გურჯაანში 10 ჰექტარ ფართობზე გააშენა. ჩავედი იქ ადგილზე ვნახე იმათი ვენახებიც, მაცივებიც, როგორ ხდება ტექნოლოგიას, როგორ ინახავენ ყველაფერი. დავინტერესდი ამ ბიზნესით, მოინდომა ეს ვენახების გაშენება, რომ ჩემი საკუთარი ყურძენი შემენახა და ახალშენი ჯერ მცირე მოსავალს იძლევა, ამიტომ გასულ წელს მე ვენახემ მაცივარში საკუთარი მოსავლის გარდა გლეხებისგან შესყიდული ყურძენიც დააბინავა, ჯამში 60 ტონა, რისთვისაც ბანკის კრედიტი აიღო, მაგრამ ბაზარზე მოულოდნელად შეცვლილმა სიტუაციამ ძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. გასულ წელს ძალიან წარუმატებელი წელი იყო შესწირო. 3 წელი არ შემოდიოდა სასომხეთის ყურძენი, სანამ საქართველოში ქართული ყურძენი იყო ბაზარზე. არ შემოდიოდა ეს ახერხი თავისი ახერხება იძველი მთავრობა. ხელისუფლების შეცვლის მერე სომხური შემოვიდა კონკურენცია ვეღარ გაუწია ამ ქართულმა ყურძენმა. ფინანსური ზარალის გამო მე ვენახემ წელს გლეხებისაგან ყურძენი აღარ შეისყიდა და მაცივარში მხოლოდ საკუთარი მოსავლის დაბინავება დაიწყო. ფიქრობს რომ 3-4 ტონის გაყიდვას მოახერხებს, რადგან მთავრობის მიერ სომხური ყურძნის იმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაციები მის პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის. საბაჟო მოსაკრებელის გაზრდით სასომხეთთან, რომელსაც ამ ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება გასული წლის რაღაც მოვლენების შემდეგ, გამოიწვია იმ ყურძნის გაძვირება ფაქტიურად. შემოტანილი ყურძენი სასომხეთთან 2 ლარიდან ზევით უნდა იყოს თვითღირებულებით. ფაქტიურად ქართული ყურძენის იაპ სეგმენტში როგორც ესე ვთქვათ იმუშავებს და ისიც იქნება ის მაღალფასიანი უკვე ვისაც ენდოება ვიდოს საზოგადოებრივი ყურძენი. როგორც ამბობენ, სუფრის ყურძნის ბიზნესი საქართველოში ჯერ ახალია და წელში გამართვა სჭირდება. თუ მთავრობა ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი გახდება და კონკურენციას სომხურ ყურძენსაც გაუწევს. მით უმეტეს თუ რუსეთის ბაზარი ქართული ყურძნისათვის ღია იქნება. ეს არის სასომხეთიდან შემოტანილი ყურძნის ჯიში. სომხები შაუმიანს ეძახიან თბილისში, დამსკი პალეცი, ჯაგონ დესექია. 17 აგვისტოს დაიწყეთ ამ ყურძნის ზაგრება. 17 სექტემბერს დაიწყეს სასომხეთში ამ ყურძნის ზაგრება. ერთი თვით 20 დღით მაინც მინიმუმ წელს გააჩნია. ჩვენ წინ ვართ ეს საწყელია ესეთი ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე ისინი. 20 დღე სულიად საკმარისია, 20 დღე ყურძენი დავკრიფოთ და გავიტანოთ, ასეულობით ტონა ყურძენი გავა საექსპორტო და ის თანხაშემო, რომელიც გლეხობას წაადგება, ხალხს წაადგება. რუსული ბაზარი ქართული ხილისათვის უკვე გაიხსნა, მაგრამ ქართული ყურძნის დაგემოვნებას რუსები წელს ალბათ ვეღარ შეძლებენ, რადგან პასუხმა დააგვიანა და კახელი მევენახეები ამ სიახლეს მოუმზადებლები შეხვდნენ. წელს დაგვიანებულია. ეს უკან მიდევნებული სანთელი გამოდის ამდენად დამიჯერეთ ეს. პრაქტიკულად ყურძენი აღარ არსებობს. შიში იმისა, რომ არ გაიყიდებოდა შენახვისთვის ყველას ჰქონდა, ვისაც სამაცივე მეუნება აქვს, არავინ არ შეინახა, ან შეინახა უმნიშვნელო რაოდენობით, რაც თბილისის ბაზისთვისაც ნაკლები იქნება და გასტანი აიქნება. წესესია და გაიცას ალბათ, რომელიც სწავლებით უკეთეს იქნება საქმე.
წელს კახეთის რეგიონმა ყურძნის რეალიზაციიდან 100 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ასეთივე შთამბეჭდავი ვერ იქნება სუფრის ყურძნიდან მიღებული შემოსავალი, რადგან კახელებმა მხოლოდ 200 ტონის დასაწყობება მოახერხეს, ანუ სამჯერ ნაკლების ვიდრე გასულ წელს. რეკლამის შემდეგ შეიტყობთ, რა სქემით მოხდება რუსეთში ხილბოსნეულის ექსპორტი, ვინ შეძლებს ამის გაკეთებას და რა დაუჯდება საბუთების მოპოვება. აგრეთვე რამდენად უსაფრთხოა და სტაბილური რუსული ბაზარი მეწარმეებისთვის, რამდენად არის შანსი, რომ ბაზარი ისევ დაიხუროს, თუ კი საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს ან სხვა მხრივ გადადგავს ნაბიჯებს ევროპისკენ. დაგველოდებით. განაგრძობს ბიზნეს კურიერს 14 ოქტომბრიდან ქართული ხილისა და ბოსნეულის ექსპორტი რუსეთში ნებადართულია, თუმცა საინტერესოა რა პროცედურები დაჭირდება ამას და ვინ შეძლებს მათ გავლას. ზურაბ შეკურიშვილი, სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი, მოსკოვიდან ის გუშინ დაბრუნდა. მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში, რომ ეს ხელშეკრულება მართალი არასრული ფორმით, მაგრამ უკვე მიღწეულია, იმიტომ რომ იყო პროგნოზები, რომ ძალიან გაიწელებოდა, იქ 1000 დეტალი იყო შესათანხმებელი და ჩვენ საუბრობთ ამ ეტაპზე თხილზე, ყურძენზე, ციტრუსზე, ვაშლი-მსხალი კომშზე. და რიგში არის ხურმა. ხო, პრინციპში ის კულტურები, რაც რეალურად შეიძლება გათვალო, რომ იყოს საექსპორტო მოცულობისა და ხარისხის, ხო? მეორე საკითხია და ეს ყველა საინტერესოს პრაქტიკულად რა საბუთები დაჭირდება ფერმერს, რომ ეს ექსპორტი განახორციელოს და ამაზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. მადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმებით. დიახ, არ არის ძალიან ისეთი დრო უკვე აღარ არის როგორც ადრე იყო, როდესაც გლეხ შეეძლო თავის საბარგულით გადაეტანა საზღვარზე და წაიღო და ბაზარზე განითავსებინა. რუსეთის ბაზარი ძალიან შეცვლილია, ძალიან სერიოზული ბაზარია და შეცვლილია. აქ ჩვეულებრივი მოთხოვნები თავისი ბაზრის დაცვის. შესაბამისად, ეს ამ ხილის და იგივე ბოსნეულის მომავალში გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სერიოზული სამრეწველო, ასე ვთქვათ, პარტიებით. იქმნება და მომავალში შეიქმნება, ეს იქნება სტიმული, ასე ვთქვათ, შემგროვებელი პუნქტების. აჭარაში იხსნება დაახლოებით 30-მდე ასეთი შემგროვებული, დამხარისხებელი, დამფასოვებელი საწარმოები, პირველადი გადამუშავება ქვია ამას, სადაც ამ წელს იგივე მოხდება ვაშთან დაკავშირებით, სადაც ყველა ასეთ საწარმოში მივლინებული იქნება ჩვენი სააგენტოს თანამშრომელი ფიტოსანიტარი, რომელიც ადგილზე შეამოწმებს ნებისმიერ პარტიას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რამე შეცდომა დაუშვათ და გაგვეპაროს რამე. ისეთი რომ გამობრუნდა მე დიახ, უკან გამობრუნდა, კი, ზარალიც იქნება და ეს იქნება თვითონ ქართული ხილის, რომელიც სანატრებელი არის, ახლა ნამდვილად დაგიდასტურებთ რუსეთში, იმიტომ რომ ხალხი ელის მონატრებულები არიან, ეს იქნება მთლიანად ქართული ხილის და ბოსნეულის, ასე ვთქვათ, იმიჯის შემოხვა. წვრილი ფერმერის საზრუნავი აღარ იქნება, თქვათ, აი მოთხოვნების დაცვა, ამას გააკეთებს თქვა შემკრები ცენტრი, მათ შორის თქვენთან კოოპერაცია. დიახ და გადამზიდვა. ერთი თქვენ ახსენეთ ეს ფიტოსანიტარული კონტროლი, ეს არის აი საკარანტინო, თქვათ, მავნებლებზე და საბუთის გაცემა, რომ არ იყო იქ ბუზი და ასე შემდეგ რაღაცა. მეორე საკითხია და აქ სირთულეს წარმოქმნის ის, რომ ეს პარტიები, რომელიც შემოდის ამ შემკრებ ცენტრში არის თითო 2 ტონა, იმიტომ წვრილი მეწარმეებიზე საუბარი. თითოულზე უნდა ჩატარდეს, თქვათ აი ეს საერთოდ ერთ პარტიაზე იქნება კონკრეტულად მონიტორინგი, რომ ან ფიტოსანიტარულ სერტიფიკატის გარდა არსებობს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის, ანუ ჰიგიენური სერტიფიკატი, რომელიც უკვე ლაბორატორიული წესით კეთდება. დიახ, პესტიციდებზე და მძიმე მეტალებზე. ამას თვითონ ეს გლეხის, ასე ვთქვათ, ფუნქცია არ იქნება, გლეხის და ფერმერის, ეს იქნება ფუნქციას ზუსტად კონკრეტულად იმ პიროვნების, რომელიც აპირებს მთლიანად აი ამ დიდი სამრეწველო პარტიის თითო თქვათ ერთ კონტეინერში თუ არის თქვათ 20 ტონა არის ახალარი, იქ შემოწმება ერთი ულუფა და არა სხვადასხვანაირად, ანუ თუნდაც 2 ტონობით იყოს შედგენილი ეს ისა თითოულის შემოწმება აღარ იქნება საჭირო. თუმცა შეიძლება გაიპაროს ვიღაცას კარგი ქონდა, ვიღაცას ცუდი, ანუ ეს რისკი მაინც არსებობს. მაგრამ იცით რა არის განსაკუთრებით მანდარინის შემთხვევაში, ხომ ძალიან ბევრი სწავლებებია ჩატარებული და უბრალოდ ჩვენმა გლეხმა
რაღაცა პირველადი ცოდნა მიიღო ამ ზუსტად ამ ქიმიკატების გამოყენების და მან იცის რომ ანუ მოსავლის აღების წინ ან მოლოდინის პერიოდს ის იცავს აქედან გამო და პლუს კიდევ ის რომ ეს ქიმიკატები საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა შესაბამისად გლეხი ყოველთვის მოერიდება მის ასე ვთქვათ ზედმეტად გამოყენებას ანუ ეს პარტიები ყველა პარტია იმიტომ რომ თითოეულ მანქანას მიყვება ეს მთელი საბუთების კომპლექტი თითოეულია ეს პარტია იქნება შემოწმებული როგორც ფიტოსანიტარული კარანტინის თვალსაზრისით ასევე ჰიგიენური და ჯანმრთელობის აი თქვენ წინ სტუმარი იყო KR-დან ექსპერტი და მან თქვა რომ აი ფაქტურად სისტემა არ არის მზად თქვენ ამბობთ რომ ექსპორტის ნაწილში თქვენი ძალებით დაეხმარებით და თითოეულ თქვა პუნქტში მიამაგრებთ თქვენ სპეციალისტს რომელიც ამ საბუთებს გასცემს მაგრამ აი ეხლა სურსათის უმრავლობის კანონის ამოქმედებას ველოდებით მომავალი წლიდან ეს ალბათ უკვე შექმნის აი პრობლემას იმას რომ აი თქვა 10 ლაბორატორია ქვეყანაში და იქნება ეს მასობრივად აი შესამოწმებელი მთელი ბაზარი გაწვდებიან მით უმეტეს რომ მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ბატონ გოდერძის უდიდეს პატივს მიმაჩნია რომ ეს არის უნიკალური უკანასკნელი მოხიკანი ასე ვთქვათ საქართველოში ენტომოლოგი მაგრამ რაც შეეხება ლაბორატორიებს, მინდა გითხრათ, რომ მოგახსენოთ ასევე, რომ ლაბორატორიები ჩვენ მომავალი წლისთვის კიდევ რაოდენობა გაიზრდება, ანუ ჩვენ შექმნით ისეთ იმდენ რაოდენობას, ეს ლაბორატორიაც არის კერძო ბიზნესი, ადრე არ იყო უბრალოდ ამის მოთხოვნა და შესაბამისად არ იყო ეს ინფრასტრუქტურა განვითარებული. ანუ როდესაც მოთხოვნა გაჩნდება, ბიზნესი დაუყოვნებლივ გამოეხმაურება. ოღონდ ეს პრობლემა თქვენ იცით, გესმით და თავიდანვე არ იქნება თქვა ესეთი ძალისმიერი მეთოდები. არა, რასაკვირველია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონტროლი ახალი კოდექსთან უნდა დაიწყოს. რასაკვირველია, უნდა დაიწყოს, ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ნულიდან, ფაქტიურად თეთრი ქაღალდიდან გვიწევს ჩვენ ყველაფრის გაკეთება, იგივე საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული. მაგრამ ამას მივხედავთ, ამის ნებაც არის ყველანაირად გათვლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იმედიც გაქვთ რომ ბიზნესი უპასუხებს ამ გამოწვევას მეტყვი პოტენციალი თუ შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა. ანუ 14 ოქტომბრიდან იქ სადაც ცხადია სოფლებში ეცოდინებათ სად იქნება შემკრები პუნქტები, გლეხები თუ აქვთ ეს პროდუქცია შემოთავაზეთ ხილი, ყურძენი, ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, კომში, შეუძლიათ რომ მიიტანონ და დავამატებ კიდე. ამ სიას, ესე იგი, ჩვენ არ ვლაპარაკობთ, მაგრამ უკვე კაი ხანია გახსნილია დაფნა, კაი ხანია გახსნილია ისა რა ქვია, სუნელები და კაი ხანია გახსნილია ჩაი. ანუ დაემატება ეხლა დღეის მდგომარეობით ძალიან გთხოვთ, აი ყველამ დაიმახსოვროთ, რომ ეს არის თხილი, ნაჭუჭით და უნაჭუჭოთ, ეს არის ყველანაირი ციტრუსი, ეს არის ყურძენი და ეს არის ვაშლი, მსხალი და კომში. მომავალი 10 დღეში ჩამოვლენ კიდე სპეციალისტები, ინსპექტორები, საუბარი გვექნება აუცილებლად ხურმაზე, საუბარი გვექნება მწვანილზე და რაც შეეხება ცხოველური წარმოშობისას, მე ვთხოვე პირადად და ჩამოვა ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს საქართველოს საკალმახე მეურნეობებს. ანუ გვაქვს პოტენციალი, რომ გავიტანოთ კალმახი რუსულ ბაზარზე, განსაკუთრებით აი სოჭის ნედლი თუ გაყინული. შეყინული. სოჭის ოლიმპიადისთვის ამის დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად ფასიც ძალიან კარგი იქნება და ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ ვთხოვეთ რომ პირველ რიგში აი ეს პოზიციები შეგვეთანხმებინა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. რამდენად შენარჩუნებადია რუსეთის ბაზარი, რამდენად შეიძლება მოსკოვის ნდობა და აგროწარმოებაში ფულის დაბანდება ამ ბაზარზე გათვლით, აი ამ პერსპექტივებით, რაც ახლა იყო საუბარი. რა არის რისკი, რომ მოგვიანებით ეს საკითხი მოსკოვმა ისევ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს, როგორც თავის დროზე გასიყენებდა. ზურაბ ბაბაშიძეს ვკითხავ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. აი ჩვენს წინა გადაცემაში დიდი დისკუსია გამოიწვია უმრავლესობას და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, აი თქვენმა განცხადებამ და მე ხა შეგეკითხები ზუსტად რა თქვით თქვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა რუსეთის ბაზარი არ აღმოჩნდეს სტაბილური ან რისკიანი იმაზე დამოკიდებულებით თუ რამდენად რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ევროპასთან მიმართებით. აი ზუსტად როგორ თქვით თქვენ და როგორ რამდენად მაღალია ესეთი რისკი მიუხედავად ფრაზირებისა.
დიახ, ნუ დასაწყისში მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თემაზე ჩვენ რუსეთის ბაზრის გახსნაზე ბოლო 9 თვის მანძილზე ძალიან ინტენსიურად მუშაობ. ძალიან აქტიურად იყო ამაში ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის სააგენტო, აი ბატონი ზურაბი ახლა თქვენი სტუმარი, ღვინის ეროვნული სააგენტო, კარგი იქნება რომ ბატონი ლევანი მოიწვიოთ დავითაშვილის ბერს მოგიყვებათ ნამდვილად. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები ასევე ამან გამოიღო გარკვეული შედეგი, ნუ პირველი ყოვლისა მწვანე შუქი აქვს მიცემული ჩვენს ექსპორტს, ის ნაწილობრივ უკვე დაბრუნდა. ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, რაღაც სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქცია და ეხლა ის რაც ბატონი ზურაბი გესაუბრათ. ნუ გარდა ამისა, ქართული სატრანსპორტო კომპანიები იქნებიან ჩართული ამაში, აი ამის ტრანსპორტირებაში. და ესეც ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო მნიშვნელოვანია უამრავი ხალხია სხვათა შორის. აი მოლაპარაკებების რაც თქვენ საუბრობდით, პოლიტიკა მონაწილეობდა იქ თუ არა და რა დოზით? შესაბამისად აი რიზ რაზეც საუბრობთ ეხა შეგვიძლია განსაზღვროთ მისი რეალობა და ხარისხი. ხა პოლიტიკა არ არის ხა პირდაპირ შეიძლება კომშთან და იმასთან დაკავშირებული, მაგრამ იმდენად პოლიტიზირებულია რუსეთთან ურთიერთობები, რომ რაღაცა კუთხით მაინც მიმულია ეს პოლიტიკასთან, არა? რისკებზე მოგახსენებთ. ნუ აი ამ ბაზრის გახსნა ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული ბიძგი მისცა ჩვენთან სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სექტორებს და უკვე ხედავთ, აი კახეთში რა ხდება, რანაირი მოსავალია, რანაირად გაიზარდა ასე ვთქვათ, იქ გაორმაგ წელს იქნება თითქმის გაორმაგებული. მესმის და შესაბამისად ორმაგდება რისკი იმისა, რომ ვიღაცამ ჩადოს თანხა, მოიწია მოსავალი და მეორე წუთში აღმოჩნდა, რომ რუსეთის ბაზარი დაიკეტა, ან ვეღარ გადის, ან იქ რაღაც მიზეზი მოსდეს და დარჩა ეს ყველა ფული გადაყვა. ხო და აი როგორია შანსები, რისკები რას უკავშირდება? რამდენადაც მე ვიცი, ზოგადად წელს ღვინის ექსპორტი გაიზრდება 70%-ით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის გამო გაიზარდა. ამ 70%-დან მე მგონი მხოლოდ 20% რუსეთის ბაზრის. ეხლა ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძოდ რუსეთი, ისა რა ქვია, ჩვენი ღვინის ექსპორტი უკვე დივერსიფიცირებულია და ბევრ ქვეყანაში იყიდება. ამიტომ კი, ეს სათათარიგო გზებზე საუბრობთ თქვენ, მაგრამ რისკზე თუ შეიძლება რომ გითხრათ აი ძალიან კონკრეტულად. თავრობაში და კონკრეტების გარეშე, კი ბატონო, პერსონიფიცირების გარეშე, როგორია განწყობა იმ შემთხვევაში თუ რაღაცა მოხდა, წარმოიქმნება თუ არა რისკი და როგორია ეს რისკი? ნუ რისკი არის, ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ასეთი იყო რუსეთის ბაზარი, ჩვენ თავზეც განვიცადებთ, ხედავთ რა ხდება მოლდოვასთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, აგერ ლიტვასაც მე მგონი პრობლემები გაუჩნდა ზის ნაწარმთან დაკავშირებით. ნუ აი ასეთია რუსეთის ბაზარი და ეს რისკი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება შეგვეხოს, მაგრამ ამისათვის არის რაღაც ისეთი მომენტები, რაც აი მინიმიზირებას მოახდენს. ხო, აი რა არის ეს მომენტები, რას უნდა უყუროს ფერმერებმა? დიახ, აი ერთი ის რომ დივერსიფიცირებულია ჩვენი ღვინის ბაზარი. არა, მეორე ის არის რომ დიახ, პოლიტიკის დონეზე თქვა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ამან უკარნახოს მან ჩადოს კიდე დამატებით ფული, თუ ეს შეიძლება სარისკო იყოს. აი მოგახსენებთ ჯერ მოდი ბიზნესის თვალსაზრისით რაკეთდება, მე თქვენ გეტყვით რომ ეს რისკი თავიდან ავიცილოთ. ხა ჩვენი ღვინის წარმოებლები და ექსპორტიორები უმთავრესად მუშაობენ წინასწარ გადაიხდით. აი პრეპეიმენტი რასაც ქვია, ამიტომ ეს ამცირებს გარკვეულწილად რისკს. ნუ გარდა ამისა, ახლა ჩვენ ვართ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, ისევე როგორც რუსეთის შეთანხმების რუსეთი ჩვენი დახმარებით გაწევრიანდა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამიტომ თუ ჩვენ დავინახეთ, რომ ილახება ჩვენი წარმოებლების, ჩვენი ექსპორტიორების უფლებები, რაღაც არის აშკარად სუბიექტური მიდგომა, არის ეს საერთაშორისო მექანიზმი და ჩვენ იქ შეიძლება წავიდეთ და ასე ვთქვათ, ეს ის ბერკეტია, რომელიც ხანძლივი და საკმაოდ ესეთი რთული პროცესია და გაგზავნილ პროდუქციას დაიბლოკა მსვერუშოლის, დიახ. ამასთანავე ჩვენ ბიზნესმენებს გარკვევით ხაზგასმით ვეუბნებით თავიდან და ეხლაც ვეუბნებით, რომ ასეთია რუსეთის ბაზარი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს აი ამ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ასე ვთქვათ, გარკვეული ბერკეტები, რომ ამის მინიმიზირება მოვახდინოთ, ან დავიცვათ თქვენი უფლებები, რა? სიფრთხილეს თავი აქვს. თქვენ თვითონაც ეს რისკი თქვენ თავზე უნდა აიღოთ. თავრობის, პოლიტიკოსების, დიპლომატების საქმეა, რომ დახურული კარი გახსნას. გავხსენით ჩვენ ეს კარი, რუსეთის ბაზარი ღია, ეხლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ იქ შესვლა თუ არ გიღეთ. ეს არის ბიზნესის რისკი, ნაწილობრივ მან უნდა აიღოს. მათ შორის აქვს თქვენგან ეს გაფრთხილება. ეს რისკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ რუსეთის ბაზარზე მოხდეს. იმდენად მიმზიდველია რუსეთის ბაზარი, მოგება იმდენად დიდია, რომ მიუხედავად ამ რისკისა, ხედავთ რანაირი მოძრაობაა.
კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ინფორმაციისთვის. მაშასე ბაზარი გაიხსნა, მაგრამ რუსეთში პრემიერის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჭიროა სიფრთხილე. იმიტომ რომ რისკების შანსი არ რჩება და არის საკმაოდ მაღალი. აგროსფეროს გასააქტიურებლად პარლამენტის აგრარული კომიტეტი მიწის რაციონალური გამოყენების ინიციატივაზე მუშაობს, რომლის ძალითაც 5 ჰექტრამდე სავარგულის მფლობელი ფერმერები, რომლებიც 2 წელიწადზე მეტია მიწას არ ამუშავებენ, დაბეგვრას დაექვემდებარებიან. ამჟამად ისინი გადასახადს არ იხდიან. მათ კი ვისაც 5 ჰექტარზე მეტი ფართის სავარგულს ფლობენ და არ ამუშავებენ, გადასახადი გაეზრდებათ. ერთი შეხედვით შეიძლება ცუდად ჟღერდეს, ხო? ასეთი გამიგია ნათქვამი, რომ იყოს რა წყალს ამთხოვს და პურს, რატო დავამუშაო, ხო? ასეთი გამონათქვამებიც არის. მაგრამ მე ვთავაზობ მესაკუთრეებს, რომ მიწა გახდეს მათი შემოსავლის წყარო. თუ ისინი მომეხმარებიან ამ ამაში, თუ ამას გაიცნობიერებენ, აქ გადასახადზე კი არ არის ლაპარაკი. აქ უფრო მეტად არის ლაპარაკი მათი შემოსავლების ზრდაზე, იმ გამოუყენებელი მიწის ფარდის გამოყენებაზე და ეს იქნება მათი აქტივი. მათ კი ვისაც ფულის შოვნა ერთი შეხედვით უფრო მარტივად უცხოურ ბირჟებზე ვაჭრობით სურთ, ფორექსში დახელოვნებას საერთაშორისო კომპანია შესთავაზებს, რომელიც 25 წლის რუს მილიონერს ეკუთვნის. იგორ ვოლკოვმაც კაპიტალის სწორედ აქციების ყიდვა გაყიდვით დააგროვა. კომპანია MFX Group Georgia საქართველოში სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მასტერკლასებს იწყებს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით ტრენინგი უფასო იქნება. მოლაპარაკებები რამდენიმე უნივერსიტეტთან უკვე მიმდინარეობს. ჩვენ საბოლოო ჯამში გვინდა რომ ტრეიდერის საქმიანობა გადავაქციოთ პროფესიად, როგორც ეს ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში, ანუ ევროპის და ამერიკის. სწავლება იქნება როგორც ჩვენს ოფისში, აგრეთვე უნივერსიტეტებში. ჩვენ გვაქვს რამოდენიმესთან ახლა მოლაპარაკება. ეს არის კავკასიის უნივერსიტეტი, ეს არის Georgian American University GAU და ილიას უნივერსიტეტი. კომპანია მომსახურებას უკვე პროფესიონალ მოვაჭრეებსაც შესთავაზებს. MFX Group Georgia's კლიენტებს საერთაშორისო ბაზრებზე შესვლა ქართული ვალუტით შეეძლებათ. ჩვენი კლიენტების სპექტრი მოიცავს როგორც ინდივიდებს, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. ჩემი ხედვით საქართველოში ძალიან პერსპექტიული ბაზარია, რადგან აქ არ არის არც ერთი კომპანია, რომელიც მსგავს სერვისს თავაზობს მოსახლეობას. MFX ჯგუფი სავალუტო ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის ანალიტიკოსი ახალგაზრდა მოაზროვნეებს მათთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამ ბიზნესში უნდა აკონტროლო რისკები, ამიტომ პროფესიონალი მოვაჭრე უნდა იყოს მშვიდი, დარწმუნებული თავის თავსა და საქმეში, გამორჩეული დისციპლინით. ეს თვისებები დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში. MFX Group Georgia პერიოდულად უცხოელი დილერების ჩამოყვანას და მასტერკლასების ორგანიზებასაც გეგმავს. და ბოლოს მოდი თვალი გადავალოთ გასული კვირის სხვა ძირითადი ეკონომიკური მოვლენების მოკლე ქრონოლოგიას. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში კომპანია Goodwill-ის და მისი შვილობილი კომპანია Marsh-ის განცხადება მიიღო, რომელიც გადახდის უუნარობის საქმის დაწყებას ითხოვს. საპარტნიორო ფონდმა თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი თურქულ ჩალიკ ენერჯი ჯგუფთან გააფორმა. ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა, სადაც 50 ყაზახური კომპანია იყო წარმოდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ავტოპარკის პრეზენტაცია გამართა. შაშანდალთან შედარებით საქართველოში სუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რუსეთმა ქართული ხილბოსტნეული ბაზარზე დაუშვა, ექსპორტი 14 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს. და დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი არ დაივიწყეთ, გვეწვიეთ Facebook-ზე და თქვენთვის საინტერესო თემები და მოსაზრებები იქ გაგვიზიარეთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის. კარგად.